აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით მიმდინარე პროექტის ჯადოსნური დღეების დასკვნითი ღონისძიება გლდანისა და წყნეთის კომპაქტურ დასახლებებში ჩატარდა. პროექტი მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა და 3-დან 12 წლამდე 3000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. გაიმართა პროექტ ჯადოსნური დღეების მორიგი ღონისძიება. პროექტი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ გიორგი ჯინჭარაძის ინიციატივით ხორციელდება. გასართობი შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ დევნილ ბავშვებს და აფხაზეთის მთავრობა მომავალშიც მსგავს ღონისძიებებს აქტიურად განახორციელებს. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროექტია ბავშვების გახარებაზე ძვირფასი არაფერი არაა და მადლობა აფხაზეთის განათლების სამინისტროს ჩვენი ერთობლივი ჩართულობით ვახარებთ ჩვენს დევნილ ბავშვებს და ეს რიამული რაც აკტრიალებს არის ყველაზე ფანტასტიკური ემოცია, ყველაზე დიდი სიხარული, რომელიც ყველას გვაერთიანებს და გვაძლიერებს და მინდა უსურვო ამ ბავშვებს ბედნიერი მომავალი, მხიარული, კეთილი, სიყვარულით სავსე. პროექტი ჯადოსნური დღეები აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში განხორციელდა. ასობით დევნილ პატარას წინა საახალწლო განწყობა ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ჰქონდეთ ბედნიერი და ლაღი სახეები. მოვეცადეთ მათთვის გაგველამაზებინა და მოგვეწყო წინა საახალწლო განწყობა. სამომავლოდ მთავრობა და სამინისტრო მხარს დაუჭერს მსგავს ღონისძიებებს. დასრულდა პროექტი ჯადოსნური დღეები. შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კომპაქტორში ჩატარდა ღონისძიებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც იყო პროექტის მიზანი, შესრულდა ბავშვებისთვის წინა საახალწლო განწყობის შექმნა, სასიამოვნო ატმოსფეროს უფლება და ყოველთვის თავარია ბავშვები გახალისდნენ, მიიღეს სიამოვნება, მსგავსი ტიპის პროექტები მომავალშიც განხორციელდება. აფხაზეთიდან დევნილი ახალი თაობა გასართობი და შემეცნებითი პროგრამებით აღფრთოვანებული დარჩა. პატარები ისურვებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები პერმანენტულად ტარდებოდეს. ღონისძიება ძალიან მომეწონა, გავერთეთ ბავშვები, ძალიან მაგარი იყო და მეგობრებიც კარგად გაეცნენ და ყოფილები ვართ. იმედია მომავალში ჩატარდება ესეთი ღონისძიებები, რაც ჩვენ მოგწონს და ძალიან გამხარდება.